რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა, თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. სპეციალური გამოშვებით დღეს. ჟურნალისტები როგორც წესი თქვენს წარსულზე გიყვებიან ხოლმე. იმაზე რაც უკვე მოხდა, ახლახან მოხდა ან ოდესღაც. მე კი ვფიქრობ, რომ შემოვიღო პერმანენტული რუბრიკა მომავალზე. მოგიყვებით ხოლმე რა გველოდებათ ხვალ ან ზეკ. მაშასე რუბრიკა პროჭორილური მომავლის ქრონიკები. მე არც ასტროლოგი ვარ, არც მისანი, არც ჩამანი, არც ტაროს მკითხავი ან ყავის. უბრალოდ საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებული და ვიცი როგორი იყო იქ ცხოვრება. ეს კი მაძლევს საკმარის გამოცდილებას გამოვიცნო რა გველის, როდესაც ბორის ივანაშვილი შეასრულებს, ბოლომდე შეასრულებს დავალებას და დაგვაბრუნებს რუსეთში. ცოტას დარჩა, მაგრამ დარჩა. რა გჭირდება რომ ამ მომავლისთვის მოვემზადოთ? რუსულის დიქტანტები რეგულარულად, რა თქმა უნდა. მაგრამ ცხოვრება როგორი იქნება? აი, ყოველდღიურობა. მაგალითად, რა მანქანა შეიძლება მყავდეს? ან საერთოდ შევძლებთ თუ არა ყიდვას? ივანაშვილი თვითონ იცოცხლე ივლისს მაიბახით და მე, შენი ძმა, შენი შვილი, ჩემი შვილი. დავიწყე კონკრეტულად რუსული ავტომრეწველობის სიახლეების ზებნა, მორალურად და ფინანსურად რომ მომზადებულიყო. პირველი ამომიხდა ვიდეო, როგორ ათვალიერებინებენ პუტინს ტექნიკას. ახალი უაზის პიკაპს დაადგეს ტუიამფქვევი, მაგრამ უმაღლეს მთავარსარდალს ვერ გაუღეს მანქანის კარი და საწყალმა გენერალმა სახელური მოგიჯა სიმძვრით. თუმცა კარი მაინც ვერ გააღო. ნეტა ხა ის გენერალი რომელ პარაშას ხეხავს. თუმცა რუსეთი ეკნებდა აწინაურეს კიდეც. რამდენიმე წელი კი გასულა ამასობაში. აი, უფრო ახალი ამბების ზებნაში კი რუსეთის პრეზიდენტი საიძე აღმოაჩინა სულ ცინცხალი ამბავი. იგივე მოხუცი კაცი, ახლა უფრო დაბერებული, მაგრამ დაბოტოქსებული და უკვე უბერებელი უაზები. ოღონდ რასაც ქვია ნავაროჩენი. 2025 წლის ტექნოლოგია არაფერი შეგეშალოთ. სამხედრო გამოფენაზე ობერ ხუილოს აჩვენეს ორი რუსული მანქანა, ეგრეთ წოდებული ბუხანკა, 1965 წელს გამოშვებული მოდელი, რომელსაც ახლა გარშემო ბადე მიადუღეს დრონებისგან დასაცავად. და 1972 წელს გამოშვებული მოდელი ორი მეტსახელით, ბობიკი და გაზიო. მოკლედ, სერიოზული ტექნოლოგიური გარღვევა აქვს რუსებს. სერიოზული. რატომ? სანქციები, ბაბო, სანქციები. მუშაობს სანქციები თუ არა? მუშაობს. და სხვა ტრადიციული მარკების საქმე როგორაა? წავყევი პუტინს ტოლიატიში, ავტოვაზზე. ჟიგული რომ ერქვა ადრე და ახლა რომ ლადა ჰქვია. ისე აქ იქაურობის ახალი პროდუქცია დავფიქრდებ ღირდეს ყიდვა. ახლა თქვენც მოусვინეთ. Они говорили, что нет смысла заниматься. მეუბნებოდნენ ავტომრეწველობას აზრი არ აქვს. უიმედოდ ვარ ჩამორჩენილები და ჯობს უცხოეთში ვიყიდოთ. 2022 წელს ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა მოხიეს აქედან, მაგრამ ჩვენ უკვე თანამედროვე წარმოება, მაღალი ტექნოლოგიური კულტურა დაგვჭირდა. და ზუსტად ასეთ საწარმოებში, როგორიცაა ავტოვაზი, ავაღორძინეთ წარმოება და სერიოზულად ავამაღლეთ კონკურენცია. Уровень был достаточно высокий. კი, მახსოვს სიხარული მამაჩემმა რომ ჟიგული იყიდა და ახლა რა საწარმოებენ იქ? რამდენად შევწოდები მე ფას. აღმოჩნდა რომ ლადას მოდელები უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ საშუალოდ 72%-ით გაძვირდა სანქციების გამო. ხო და აი ეგაა რუსის იზოლაციის მადლი. კი, მესმის, მე უარესი მინდა, მაგრამ ვაღიაროთ რომ სანქციები მუშაობს. რუსმა ავტობლოგერებმა შესაძლებლად აიღეს 5 მოდელი, რომლებშიც მე უკვე ცუდად ვერ ყვევი, ამიტომ ბოდიში ცხრილს უნდა ჩავხედო. ლადა გრანტა, ლატა ვესტა, ლარგუსი, ნივა ტრეველი, ადრე რომ შევროლე ნივა ერქვა, ხუთკარიანი. და ნივა ლეგენდი. აი მიხვდებოდით ეს ნივა ძველი, ყველგან რომ მივა. გრანტა გაძვირდა 79%-ით, ვესტა 85-ით, ლარგუსი 86-ით, ნივა ტრეველი 63 და ძველი ნივა 56%-ით. გაძვირდა. ეს მოდელი წელს 48 წლის გახდა და ამჟამად ღირს 1,110,000 რუბლი, ანუ თითქმის $15,000. ყველაზე ძვირი კი არის ლადა ვესტა, 1,635,000 რუბლი, ანუ $21,000. დამაინტერესა რა ეშმაკის მანქანები ასეთი ლამაზი სახელები და გავარკვია რომ გრანტას ადრე რქმევია კალინა და 2022 წლის შემდეგ გამოდის უსაფრთხოების ბანიშების. ABS-ის მოცურების საწინააღმდეგო სისტემისა და ახლა ყურადღებით უსაფრთხოების ღვედების დაჭიმვის მექანიზმის გარეშე. აი, კაი ცხოვრებას მივეჩვიე და ღვედი რომ ტანზე გვადგება. აქ არა, შენ უნდა მოერგო სიგრძე, თორემ არ გაქვს უსაფრთხოების ბალიში და გაიტან ცხვირით საქარი მინას. ლადა ლარგუსი ყოფილა დაჩიას პატენტი, რომელიც თავის მხრივ რენოს პატენტია. ამ მოდელის წარმოება 2022 წელს სწორედ სანქციებისა და რენოს წასვლის გამო შეაჩერეს. 2024-ში კი აღადგინეს. ამ ყველაზე პრესტიჟულ მოდელს არ აქვს გადაცემათა ავტომატური კოლოფი. ანუ შოფრულად მექანიკა. მაგრამ მაგას ვინ ჩივის ახლა? აგერ ტრადიციული ნივაც უკვე ზედმეტად ტრადიციული კომპლექტაციის იწარმოება. აღარ აქვს გლონასი, ანუ რუსული სატელიტური ნავიგაცია, რომელიც 2022 წლამდე ჰქონია.
აღარ აქვს ABS, რომელიც თურმე აქამდე ასევე ჰქონია. მოცულების საწინააღმდეგო სისტემა და კიდევ რაღაცეები მეც ვერ გავიგე სახელები. ხო და აი ეს ყველაფერი თანამედროვე და ძვირადღირებული ტექნოლოგიები რაც არის, ამოაცალეს ვეღარ ჩაუდგეს. მანქანები კი მაინც 72%-ით გაძვირდა. პრაქტიკულად ფუტლარები გაძვირდა 72%-ით. რატომ? იმიტომ რომ ამ ლადების ნაწილების 50%-ამდე მაინც იმპორტულია. ანუ რუსულის ნახევარი რუსული არ არის. რუსეთში გაძვირდა ყველანაირი მანქანა, ნახმარი, უხმარი, რუსული, იაპონური, ჩინური. ამ წლის ივნისში მოსკოვში, რომელიც ყველაზე მდიდარია, რეგისტრირებულია 28%-ით ნაკლები მანქანა, ვიდრე 2024 წლის ივნისში. პირველ ადგილზე რაოდენობით არის ჩინური ჰავალი, 30%-იანი ვარდნა. მეორეზე ჩინური გილი თუ ჯილი, 50%-იანი ვარდნა. მესამეზე ლადა, 18%-იანი ვარდნა. და მოსკოვში რა შვება? აი, ეგ ხო მაინც ყველაზე ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა დროს. იყო, თუმცა Большинство, конечно, автолюбителей. ავტომოყვარულთა უმრავლესობას ახსოვს მოსკოვში და უნდა იაფი მანქანა. მაგრამ იაფი მანქანები ახლა არ არის და ალბათ აღარასდროს იქნება. Уже не будет никогда. მე რა თქმა უნდა მოსკოვში საავტომობილო ბლოგერად არ გამოვდგები. ამიტომ პროფესიონალებს ვკითხავ, რუს პროფესიონალებს. ჟურნალი ზარულიო ჩემს თაობას კი კარგად ახსოვს, ხო და აი იმ არხის მთავარ რედაქტორს დაეჭერება ნამდვილად. რამ გააძვირაო მოსკოვში და მაინც რა ღირსო? მოსკოვში ამ წლებში ხან ფორდი გამოუშვია, ხან რენო, ხან ნისანი. ახლა კი აწარმოებს მოსკოვში 3-სა და მოსკოვში 6-ს. მოსკოვში 3-ს ქონია ელექტროვერსიაც, მაშ. ხოლო მოსკოვში 6-ი უყიარებიათ ყველაზე სანდო მანქანად. კიდევ ამ მე საბჭოთა კავშირში დავებადე და სიტყვა ჩეხამება მოსკოვში როგორც ყველაზე სანდო მანქანა, მე თავმოყვარეობას მილახავს. გავყევი ძებნას და ეს ყველაზე სანდო რუსული მანქანა ყოფილა ჩინური GAC, ჯაკი. ისევე როგორც მოსკოვში 3, თავის ელექტროვარიანტიანად. და გავიკრა ახლა ჯიბეზე ხელი თუ არა. აგერ ამ პატიოსმა კაცმა სალონში მიაკითხა და ნახა ფასი 1,865,000 რუბლი, ანუ $24,000. 100,000 დაგიკლებენ თუ მოხვდით პროგრამაში ტრეიდინგ, კიდევ 353-ს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრისას. ზოგიერთი კატეგორიის მასწავლებლისა და მედიკოსისთვის, ინვალიდისთვისა და უკრაინაში მებრძოლი ტერორისტებისთვის. არა, ეგენი მე არც ერთი არ მეჭანება. შევედი თავად მოსკოვში ოფიციალურზე ოფიციალური და ალბათ ყველაზე იაფი დილერის ვებგვერდზე, რომელზეც გავიგე რომ აი ეგ შარშანდელი მოდელის ფასია. წლევანდელი კი კომფორტ ვერსიით სრული $27,000. თუ გინდა სახურავი შავად შეგერებონ კიდევ $18,000 რუბლი, ანუ $230 უნდა დაამატო. კაი, ვთქვათ 27,000 ვიშოვნე და $230 დავამატე სახურავისთვის. რა მომივა ამ ფულად? აი რა მანქანაა ეს მოსკოვში საერთოდ? На конвейере в Китае сходит. ჩინეთში კონვეიერიდან ჩამოდის მზა მანქანა. მერე ნაწილობრივ იშლება, იდება კონტეინერში, ჩამოდის ჩვენთან, აქ ხსნიან და თავიდან აწყობენ მანქანას. წინა და უკანა დაკიდება, ძრავი, გამონაბოლქვის სისტემა, საბურავები და საწვავის აუზი. ესენი თავიდან იწყება. ოღონდ უკვე ჩვენი ვინკოდითა და წარწერით. С надписью Made in Russia, сделано в России. აბა რა გითხრათ? Made in Russia რომ მანქანა საწერია, იმის ყიდვა და იმით სიარული აი როგორ გიჩიოთ? ადრე სიტყვა ჩინურს რომ ამბობდნენ, იგულისხმებოდა რომ რამე ტექნოლოგია მოპარულია და გაუარესებული ხარისხითაა დანერგილი ჩინეთში. ახლა კი რა გამოდის? ჩინელებმა ტექნოლოგია ან რაღაცის დიზაინი ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში, კორეაში მოიპარეს, შეკრეს რაღაც გაცილებით უარეს ხარისხით, მერე დაშალეს 10,000-8,000 კილომეტრი რუსეთამდე და მერე რუსებმა ისევ აწყეს, აი როგორც ხელში მოხვდათ. Ребят, сложно поверить, но это все будущие автомобили. რა ვიცი, მგონი ჟობს არ ანდოთ საკუთარი ბედი ასეთ მანქანას, ან შვილების სიცოცხლე. საერთოდაც არაფერს რასაც აწერია Made in Russia, მათ შორის უპირველესად პოლიტიკურ სისტემას. სანამ ჯერ რუსულ მანქანებს ვარჩევდი და მე ორ აგურს გურიდან ამბავი მოვიდა. რუსები კოსმოდრომს აშენებენ. აი მივდივართ კოსმოდრომისკენ. აი ცნობილი სტადიონი საბჭოთა დროს უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ. მაგრამ კოსმოდრომი თუ ამუშავდა პატრონაჟზე ავიყვანთ სტადიონს. На патронаж. Разруха, тут как раз. ეს რუსული რაიონებია. აქ რუსები ცხოვრობდნენ. როგორც ვიცი, გამსახურდიას დროს მასიურად დატოვეს აქაურობა. 10 лет. აი აქ ტყია და ტყის სიღრმეში გვექნება კოსმოდრომი. Космодром. Здесь мы как раз собираемся. აი აქვაპირებთ კოსმოდრომის აშენებას და კოსმოსში ფრენას. Запуски в космос. Космодром Колхида. სანამ ქვეყანა გაკვირვების სტადიიდან სიხარულის სტადიაზე გადავიდოდა, რომ არ იქ ხალხო კოსმოსური სახელმწიფო ხვდებითო, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აი ფაქტიდან ზეიმი უბრალოდ ჩაგვიმწარეს. ამ ტრადიციების დამცველ ქვეყანას ჯერ მოგვახალეს, რომ ეგ მარია და იულია დები კი არა ცოლ-ქმარი არიანო და ეგ მარიაც არ არის ევგენიო. მე კი საერთოდ აი კონტროლკა დაგვახალეს, რასაც ქვია.
სწორედ მარიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაინტერესდა მათთან თანამშრომლობით პრავფონდი. მაშინ არხიპოვები რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვითა და აქტივიზმით იყვნენ დაკავებული. მარიამ სქესის შეცვლამდე, როცა ჯერ კიდევ ევგენი არხიპოვი იყო, მეუღლესთან ერთად შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია ადამიანის უფლებებისთვის. პუტინის განკარგულებით შექმნილი პრავფონდის შესახებ ჩვენ 2 დღის წინ უკვე მოგიღებით. ჩეხეთში კარლოვი ვარიში მცხოვრები ქართველი ქალის ისტორია, რომელიც საბუთების თანახმად რუს ჯაშუშებს ეხმარებოდა და თანამშრომლობდა ფულის გამთეთრებელ და შავი იარაღით მოვაჭრე პირებთან, რომლებიც FBI-მ შარშან დააპატიმრა ამერიკაში. ეს ამბავი ფართე საერთაშორისო გამოძიების ნაწილი გახდა, როდესაც პრავფონდის, ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების 10,000-მა ელექტრონულმა წერილმა და დოკუმენტმა გაჟონა. ირკვევა, უფრო ზუსტად ისევ და ისევ დასტურდება, რომ საქართველოს რუსული პოლიტიკური დივერსიების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეა. არხიპოვას მიერ შექმნილ ადვოკატთა ასოციაციას პრავფონდმა მინიმუმ 2 გრანტი მისცა. ჯამში 72,000 ევროს ოდენობის. 5 მილიონი თითო სოფელს მაინც არ გამოგვივიდა და ახლა თითო კოსმოდრომს რომ დავპირდეთ. რუსულ კლასიკაში ასეთი მაგალითი არის ნიუ ვასიუკი, რომელსაც ერთი დიდი აფერისტი პლანეტათა შორის ჩემპიონატს სპირდებოდა. და გურია და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი რითაა ნაკლები. რა ნაკლები რუსი ცხოვრობს თუ ნაკლები აფერისტი? თან რუსებს აქ თურმე მოძმესული ეგულებათ. ესეც გავიგებ დების თუ ცოლქმარ არხიპოვების წერილებიდან პრავფონს. ყველაზე ცნობილი რუსული დასახლებებია: გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, მალთაყვა და ფოთი. ზუსტად ეგ, რუსულ დასახლებებს შორის შეკვეთილის ხსენება უცნაურად მოხდა ყურში. ვინ რუსი ცხოვრობს მან? ვიზი ამბობენ? ვისი მეძე შეიძლება იყოს კრემლიო? გრიგორი ჩრაო? რა თუნდაც რუსეთის კოსმოდრომი მაინც და მაინც ჩუხუთში, როცა ხმელეთის მეშვიდეც ფლობენ. რამდენიმე კოსმოდრომი იქ აქვს და თავარი კიდევ ყაზახეთში. რაღა თუნდაც ჩვენს გასაბითურებლად. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ორიგინალური ლეგენდაა ჯაშუშობისთვის. რა იცი, რა მომავალს უმზადებენ გურიას. აგერ ამბავი, რომ რუსები ემზადებიან შექმნან ძრავი, რომელიც რაკეტას მზის სისტემიდან გაიყვანს. ემზადებიან, კი არ ქმნიან, არამედ ემზადებიან მორალურად. მე გამახსენდა, ამერიკული Voyager 1 უკვე 2012 წელს გავიდა მზის სისტემიდან, Voyager 2 კი 2018-ში. 77 წელს გაკეთებული რაკეტები. მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, დღემდე მიფრინავენ და მიაქვთ ჩვენი ჩაკრულო უკიდეგანო სივრცეებში. ხედავთ ეს Deep State 50 წლის წინაც რა ოხერი იყო. ნახევარი საუკუნეა მიფრინავენ, ჩვენი უფროსი ედინავერიცი ძმები კი მხოლოდ ემზადებიან ძრავაზე მუშაობის დასაწყების მოსამზადებლად. და იქნებ ამ დიდებული საქმისთვის უნდათ კოსმოდრომის შოხუჩი. იქნებ ჩათვალეს, რომ მხოლოდ ჩაკრულოს გაშვება უსამართლობაა და ახლა ნადური და ხასანბეგურო უნდა დააწიონ. რეც? და ბარემ თავიანთ საქმესაც გააკეთებენ. საქმე კი ბევრი აქვს, ძალიან ბევრი. პუტინის ბრძანებით როსკოსმოს ახლა გამოუყვეს $2 მილიარდი 162 თანამგზავრის სასწრაფოდ გასაშვებად. დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკასო. ოღონდ აქ 2 პრობლემაა. პირველი ის, რომ იმ 2 მილიარდიდან ბიუჯეტში ჯერ მხოლოდ 1 მოძებნეს. მეორე პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ბოლო წლებში მაქსიმუმ 40 თანამგზავრის დამზადებას და აწყობას ახერხებს და წარმოების ნახტომისებურად გაზრდის შანსი სანქციების პირობებში არ აქვს. საერთოდაც 162 კი არა, 1062 რომ გაუშვას, ამერიკას ჩემს ბაიკამლურს დაეწევა. რა კი იმას გაცილებით მეტი აქვს და უმატებს და უმატებს. მხოლოდ ილონ მასკს 8000-მდე სატელიტი აქვს და ერთი კაცი უკვე უსწრებს მთელს რუსეთს, რომელმაც შეგახსენებთ, მსოფლიოში პირველმა დაიწყო 1957 წელს. რუსეთს სერიოზული ჩამორჩენა აქვს სამხედრო თანამგზავრთა ფლოტშიც, რაოდენობრივად და ტექნოლოგიურად. 2023 წელს შეერთებულ შტატებს 247 სამხედრო სატელიტი ჰქონდა. ჩინეთს 157, რუსეთს მხოლოდ 100. რიცხვები, რა თქმა უნდა, პირობითი და რეალური რაოდენობა ასე მარტივად გასაგები არ არის, მაგრამ ეს არის ტენდენცია, რომელიც თანაფარდობაზე გვიქმნის შტაბ-შტილება ზოგადად. და უპირველესად, ამ აპარატების ეფექტურობაზე. რა კი კარგად ვიცით რუსული ტექნოლოგიის ფასი. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენი პირველი ნაწილის მასკვიჩის არ იყოს. უკეთეს შემთხვევაში რუსული სატელიტი დაშლილი და თავიდან აწყობილი ჩინურია, რომელსაც მუშა ვასიამ იქნებ რაიმე დეტალი დააკლო კიდეც. ჩვენმა დებმა თუ ცოლქმარმა არხიპოვებმა გურიიდან 10 სატელიტი უნდა გაუშვან, რომ ერთ ამერიკულს ან 2 ჩინურს გაუტოლდნენ. განა ეს ყველაფერი არ იციან მოსკოვში, იციან. მაშინაც იცოდნენ, როდესაც არხიპოვებს გურიაში გზავნიდნენ, მაგრამ რეალურად სხვა ამოცანა ჰქონდათ. იმ იდეების მხარდაჭერის მოპოვება, რასაც ეს წვილი საქართველოში ანთებს. ერთ-ერთი ძირძველიერი საქართველოში რუსებია. რუსეთის დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, უნდა გაიხსნას რუსული სკოლები. რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. სხვა შემთხვევაში საქართველოს დაბრუნებაც ისე მოგვიწევს, როგორც ახლა ვაბრუნებთ უკრაინას. რაც შეეხება რუსული ჯარების განლაგებას, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიციაა.
საჯაროდ სოციალურ ქსელებში გამოვედი ინიციატივით რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონვერგენციის შესახებ. ისტორიულად, რუსეთი იყო საქართველოს დამცველი თურქეთისა და ისლამური სამყაროსგან. Мы приобрели старый советский завод, сейчас его реконструируем, сейчас, как говорится, делаем все, приводим в порядок, приводим в современный вид, то есть проводится модернизация. როგორც კი გასკდა არქიპოვების პრავფონდთან, ანუ რუსის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ამბავი, დები თუ ცოლქმარი, უცებ აიხვეთა და გაშპა. როგორც ამბობენ საფრანგეთში, მარიას, ანუ ევგენის სამკურნალოდ. დაბრუნდებიან არავინ იცის. აგი საერთოდ, რაში ყრიან ფულს, რათ უნდათ აგენტების გამოგზავნა. წინასწარ სქესის ძვირად ღირებული შეცვლა მათთვის და რაღაც გრანდიოზული პროექტების წამოწყება. არის აგერ მშვენიერი ქსელი, კამფეტებით ხალხი, ყველაფერზე ხელის მომწერი, ყველაფრისთვის ხელის ამწერი. და კი მეაქანებენ საქართველოს რუსულ ორბიტაზე პირველი კოსმოსური სიჩქარით. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. პროჭორილური მომავლის ქრონიკები. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. უყურეთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და